მოგესალმებით Top Speed-დან. ჩვენი ავტომოყვარულების საყვარელი ადგილიდან და რას ვიზამთ? აგვიკრძალეს და ძალიან სამწუხარო არის, რომ აგვიკრძალეს. ნახეთ უბრალოდ რამდენი ლამაზი რაღაცა არის. პირველი მინდა რომ ვისაუბრო ზუსტად ამაზე. რის გამოც ძალიან ბევრი ავტომობილი არის დაჯარიმებული. მეგობრებო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალისტვის და არც ერთ შემთხვევაში ეს ავტომობილის ხმას არ ცვლის. ამაზე ჯარიმის დაწერა არის უბრალოდ სირცხვილი. არ ვიცი, ალბათ სექტემბრიდან ეს კანონი შეიცვლება და რო იცოდეთ Top Speed-ში ესეთი ლამაზი ნასატკები არის და ამაზე ვიტყვი იმას, რომ ნამდვილი კარბონი არის და არა რაღაც შემცვლელი ან რაღაც მსგავსი ეგეთი, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ქართულ ბაზარზე. ვისაც ესეთი პრიავათავები მოგწონთ, ესეთებიც არის და ესეც არც ერთ შემთხვევაში არ უცვლის ავტომობილს ხმას, უბრალოდ არის სილამაზისთვის და ეს მე მგონი რომ ავტომოყვარულებმა ყველამ ვიცით, მაგრამ მინდა რომ სხვებმაც ნახონ და სხვებმაც გაიგონ რომ ამის გამო ჯარიმის დაწერა ეხავს რა, არ შეიძლება მართლა. რაც შეეხება ცოტა მოზრდილ მაყუჩებს, ჩვენ ამ მაყუჩების ტესტსაც ჩავატარებთ დღეს და ნიკოლოზის მანქანა გვეყოლება, ასე ვთქვათ, საცდელად. მოვაჭრით თავის ქარხნულ მაყუჩს და დავაყენებთ აქედან ერთ-ერთ მაყუჩს და ვნახავთ რა სხვაობას მოგცემს ქარხნული მაყუჩის შეცვლა ტუნინგ მაყუჩით დეციბელებში, ანუ რამდენი დეციბელი მოემატება, მაგას გავარკვევთ. ვისაც ცოტა ისეთი ლაითი და დამალული ტუნინგი გიყვართ და არ გიყვართ ესეთი ფერად-ფერადი რაღაცეების დაყენება და დღეს როგორც ვიცით, ყველა ფერად-ფერად რაღაცეებზე მოგზდევენ ზუსტად. მათთვის ეს არის K&N-ის ფილტრები, რომელიც ქარხნული ფილტრის კორპუსში ჯდება და ანუ ავტომობილი ქარხნული რჩება ისევ და ისევ, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. საკმაოდ ისე ჩუმად აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ გვაქვს K&N-ზე ვიდეო, სადაც საკმაოდ ისეთი კარგი ცხენის ძალები მოამატა ქარხნულ ავტომობილს. კიდევ აქ არის ერთი საინტერესო მაყუჩი, რომელიც აუცილებლად მინდა რომ განახოთ. მოკლედ, ეს მაყუჩი ძალიან გავს BMW-ს ქარხნულ მაყუჩს. არის საკმაოდ დიდი ზომის და ვისაც მხოლოდ, ასე ვთქვათ, ტრუბა გიყენიათ, ფეჩის ტრუბა და ძალიან დიდ ხმას გამოსცემს თქვენი ავტომობილი და ვერ ნახეთ და ვერ მოიპოვეთ ქარხნული მაყუჩი, თავმაც შეგიძლიათ დააყენოთ, ანუ თავიდან ბოლომდე ერთ-ერთში იმეორებს ქარხნული მაყუჩის გეომეტრიას. ესეც აუცილებლად მინდა რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ ეს იყო ერთშემსვლელიანი და ეს არის უკვე ორშემსვლელიანი, ანუ როგორც ვიცით, ერთშემსვლელიანები უფრო ხშირად აყენია ხოლმე 4 ცილინდრიანებზე, ეს კი არის ორშემსვლელიანი, ანუ 6 ცილინდრიანებისთვის არის და ესეც ერთ-ერთში იმეორებს ქარხნული მაყუჩის გეომეტრიას და საკმაოდ რბილი და ძალიან ისეთი ჩუმი ხმა აქვს თუ სხვა ჩარევები არ გაქვთ გაკეთებული ავტომობილზე. ანუ სხვა ჩარევაში გულისხმობ თუ ასე ვთქვათ, მხოლოდ ტრუბა არ არის გამონაბოლ სისტემაში მარტო. და აუცილებლად მინდა ვისაუბრო კიდევ ეგრეთ წოდებულ რეზონატორზე. განწირული სასწაული ხმა რო აქვს ხოლმე ავტომობილს, ეს იმიტომ აქვს, რომ მის გამონაბოლ სისტემაში არ აყენია ხოლმე ეს ნივთი. ეს არის ხმის დამარბილებელი, ეგრეთ წოდებული რეზონატორი და Top Speed-ში ძალიან დიდი არჩევანი არის რეზონატორების, არის ძალიან ბევრი ზომის და საკმაოდ კარგად მუშაობს და მე პირადად მიყენია ჩემს ავტომობილზე და გამოცდილი მაქვს, ასე ვთქვათ, თან იმასაც უძლებს ბათქაბუთქებს და პოპკორნებს და რაღაცებს, მაგაზეც გავტესტე. მოკლედ, ეხლა გადავინაცვლოთ ქვემოთ სერვისში, სადაც ჩავატარებთ პატარა ტესტს. ბატონი ნიკოლოზის ავტომობილს მოვაჭრით იმ მახინჯ ბაჩოქს და დავაყენებთ Top Speed-ის სპორტულ ბაჩოქს და ვნახავთ რა სხვაობას მოგცემს ეს ყველაფერი დეციბელებში. მოკლედ, ეხლა ჩავატარებთ პატარა ექსპერიმენტს. ეს არის ჩვენი თანაწამყვანის ბატონი ნიკოლოზ შელიას ავტომობილი, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ქარხნული გამშვების სისტემით აღჭურვილი. რას ნიშნავს ქარხნული გამშვების სისტემა თავიდან ბოლომდე, მაგასაც აგიხსნით. ამ ავტომობილს ზედა აქვს კატალიზატორი, ზედა აქვს ეგრეთ წოდებული რეზონატორი. რეზონატორი რა არის? ანუ რეზონატორი ის არის ცუდი ხმა რომ მოდის, რაღაცნაირი გაფხრეწილი, გაჭრილი ბაჩოკის ხმა რომ მოდის, მაგას ახშობს რეზონატორი. მოკლედ, თავიდან ბოლომდე არის ქარხნული. ამ ავტომობილზე, ამ ქარხნულ მაყუჩს მოხსნით
და დავაყენეთ top speed-ის მაყუჩს. ოღონდ ჯერ გავზომავთ ქარხნული მაყუჩით და შემდეგ უკვე გავზომავთ top speed-ის მაყუჩით და ვნახავთ რამდენ დეციბელს აჩვენებს. ეხლა ამისთვის ჩვენ დაგვეხმარება გიორგი ჯაფარიძე და გავზომავთ ქარხულ მდგომარეობაში რამდენ დეციბელს აჩვენებს Honda Civic. გამარჯობა. დავიждეთ ავტომობილზე და ავწიოთ 2-დან 3. დაახლოებით 2000, 3000. აი ამ ულამაზესი ეგრეთ წოდებული მაყუჩის დაყენებას ვაპირებთ დღეს ბატონი ნიკოლოზის ავტომობილზე და ეხლა ავხსნი რატომ შევარჩიეთ ესეთი ზომაში დიდი მაყუჩი. მოკლედ რაც უფრო დიდია მაყუჩი, მით უფრო დიდია შიგნით ხმის დარბილებისთვის განკუთვნილი, ასე ვთქვათ, სეტკა სპეციალური. არ ვიცი რას ეძახიან ამას, სპეციალური ბამბა, ქვა ბამბას ეძახიან, რომლითაც არის ეს, ასე ვთქვათ, მაყუჩი შევსებული და ანუ რო უყურებთ, ახლა საკმაოდ დიდი არის. შესაბამისად, ლოგიკურად რო გავყვეთ ამ ყველაფერს, ამ მაყუჩმა უნდა მოგცეს ამაზე დაბალი და ამაზე სასიამოვნო ხმა. დავაყენეთ top speed-ის მაყუჩი, აქტივს ქარხნული მაყუჩი, ეხლა გამოვიყვანთ და გავზომავთ და ვნახავთ მოემატა თუ დააკლდა ხმა. მოკლედ, როგორც გვახსოვს, ქარხულმა გამშვებმა სისტემამ, ასე ვთქვათ, და ბოლო მაყუჩმა აჩვენა 75 დეციბელი. ეხლა ვნახოთ უკვე top speed-ის ეგრეთ წოდებული მაყუჩით რამდენს აჩვენებს. მოკლედ, თქვენი თვალით ნახეთ, რომ სულ რაღაც 1 დეციბელი იყოს ხვაობა. ეხლა სამწუხაროდ უკან გვიწევს ამ ულამაზესი მაყუჩის მოხსნა და დამერწმუნებით რომ მართლა ლამაზია და მართლა უხდება და უბრალოდ ვიზუალურ ფუნქციას ასრულებს ამ ავტომობილზე და აი 1 დეციბელი საერთოდ არაფერი არ არის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ნორმებში, ევროპაში 82 დეციბელი არის დაშვებული, თამამად ჩდება. მოკლედ, ეხლა უნდა ავდგეთ და აი ეს სიმახინჯე უნდა დავაყენოთ ამ. ჩემთვის ეს სიმახინჯე არის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ავტომოყვარულისთვისაც ესეთი რაღაცა სიმახინჯე არის, ვისაც გვიყვარს ავტომობილები და გვიყვარს ავტომობილების გალამაზება. მოკლედ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2 სექტემბრიდან ისევ ესეთი ლამაზი მაყუჩები გვეყენება ავტომობილზე და ასე ვთქვათ, ოფიციალურად ვეღარ შეძლებენ, რომ დაგვიშალონ უბრალო მაყუჩის დაყენება და ლამაზი ავტომობილის ყოლა. სულ ეს იყო რაც მინდოდა რომ ეთქვა, ეხლა კი ძალიან არ გვინდა ამის დაყენება, მაგრამ რა ვქნათ, გვიწევს.